ტყეში როცა მიდიხარ უნდა მაგრამ იყო დავარჯიშები თორე ისე ზიარი არ გახდები იმიტომ დავდივართ მე და მამიკო ტყეში ახლა ვოლო ჩიპეტი გვართ ჭედარო ჩიპეტის ელექტრობით გუში მამიკო მოჭამიყოლის ჯაჭაუდა ტყეში და მე უთხარი კაი ჭადი შენ თვითონაც დამიჯერა და დაუჯერ მამიკოს და მე ჭავდა ტყეში დაბრუნდა სახში და მე ეხა ჭამიყოლა მე ეხა მივდივართ იქ და უნდა დავუშვათ სახში უნდა მივიდეთ მე იდან უნდა ავიდეთ და სახში მივარ უკვე ქვებზე და უკვე სახში ვიგდებით ირემი შეხვდებიან და ჯლოხა შეხვდებიან და მეტი ალავერი შეხვდებიან აბამში დებოთ აბამში და ნახვამჯდე მოკლედ დავიძარით ავდივართ უსტვიდან მილის წყაროზე ჩვენი მარშრუტი დაიწყო დილით ის იყო ვაკიდან გვალიბაღიდან ავიართ მთელი მანძილი ველოთი მე და მერაბი ერთმანეთს ვეჯიბრებით ლაზარი გეუბნება მიდი მალე სტაფი არ გავგასწრებსო და ესე ჩეჯიბში ვართ მოკლედ აღმართზე უფრო სწრაფად მოდის მერაბი ვიდრე დაღმართზე ძალიან ელა დადის ავდივართ ახლა კატოლებთან გზარი გუნდიანი გუშინი წვიმა ზოგან ტალახიანია საბურავი ცურავ ზოგან მაგრამ ტექნიკით და გამოცდილების საშუალებით დავდივართ პრობლემად ლაზარე წავიყვანე რომ ისწავლოს ბალანსი არ შეეშინდეს დაღმართების და აღმართების მერე ბავშვისთვის არის ძალიან მაგარი მაგრამ იმახსოვრებს გზასაც იმახსოვრებს იამაკებს ყველაფერს იმახსოვრებს რადგანაც თავისი ველოსიპედი ამ თავის ოვანებასთან შედარებით არ არის გათვლილი ესეთ გზაზე ამიტომ მიწევს მე ვასწავლობ როგორ ანაირად შევა სიარული მოხრუჭისად შეიძლება უკან გადაიწიოს ათფერზე უნდა დადგე ამ ყველაფერს ვასწავლი და მე ცოტა რომ გაიზრდება და ისეთ ველოსიპედის ტარებას ადვილად ტანის იმ სიმაღლე იქნება რომ დიდი ველოსიპედი მართოს მერე უკვე დამოუკიდებლად ალბათ დაახლოებით 1-3 თვეში უკვე დამოუკიდებლად ვეცდები რომ ესეთ გზებზე თავისი ველოსიპედი თიაროს ეს არის ხევი შარშანად გავწმინდე ცულით აქ იყო წაქცეული ხეები იყო ბევრი ჯაგი უბრალოდ ფიზიკურად ვერ გავივლიდი ეხლა კიდე საკატაოდ არის უმაგრესი გზა ეხლა მე უფრო სწრაფად მივდივარ ვიდრე მერაბი სულ ელოდები არა და ბავშვი მყავს მე ბავშვი მიზის წინ და მერაბი უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოგდებს და რატო ვერ მოგდებს არ ვიცი გვჭირდება ვინმე ისეთი ვინც სწრაფად ივლის ახლოს და კამერამენი იქნება ანუ უფრო ახლოს გადაიღებს კარგად იმიტომ ელექტროველოზია და მოდის 10-ით აღმართში მიდიოდა 20-25-ით დაღმართში 10-ით დადის გაგიკვირდება მაგრამ არ ვიცი რაღაცა ვერ ურისკავს დაღმართებს რაღაც ისეთი გზა ეთყობა რომ რაღაც მერაბის ეშინია არ წაიქცეს და მე 4-5-ით მიდის ზოგან 10-15 დაღმართში ცოტაა მე უბრალოდ მიწევს გავჩერდი და დავილოდო არა და ბავშვთან ერთად დავარ მე უფრო პირიქით უნდა იყოს რომ მე უფრო მე უნდა მიწევდეს დაწევა ამისთვის ლაზარეს უნდა თქვა
გამოცდილება. მაგარია, რეზიმენტი მაგარია? ყველა მიკატავეთ რომ მაყოფილი ხარ? ხა. ვიდეოში არ ჩანს მაგალითად აქანება უმაგრესი ბილიკია. ლაზარის გარეშე რო ვიყო, ეხლა ფრენაფრენდ ვივლიდი. უბრალოდ ვცდილობ რომ ნელავია რომ ის რომ ისწავლოს, ბავშვმა უნდა ისწავლოს. არ ვჩქარობ. მაგრამ მერაბი ვერ მოგდებს. მერაბ მოუმატე ცოტა. აუწედეთ. ეს ხეები მე გადავყავ. ხეები არის ახალი აქციული ზოგი ეტყობა ქარის დროს. აქ იყო ისეთი ჯაგი, შარშან სამდე არ გავწვინე ფიზიკურად აქ გავვალი იყო. კუსტრის ხევია. თითქმის გამოვიდით. ეს აი უჭირს მე რა ძალიან უჭირს აუცი რატო ვერ მოდის. ტექნიკური გზაა, მაგრამ მერაბის გამოცდილებიდან მან უნდა იაროს კარგად, რომ უჭირს რა ვერ დადის. ვერ გვეწევა. მე პირიქით ვცდილობ ნელავიარო, რადგანაც ბავშვი არის და სწავლობს და არ დაუშვა შეცდომა. მაგაც ძალიან ტექნიკური გზაა. ძალიან დავმართია. პრობლემა მე არ მაქვს არანაირი ჩემთვის. ისეთ ბილიკებზე დავდივარ, რომ ეს გზა ასფალტია, იმასთან შედარებით. მაგრამ ჯობია გილოცავთ კიდევ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბრავლს დაისწარით. ახლა